წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე რადიო აჩინეთის პირდაპირ ეთერში FM-ზე 105.9 ოდაბადეშ კინოხონის დროა. გადაცემა, რომელიც ესე ძალიან გვიყვარს, გადაცემა, რომელიც გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და გადაცემა, რომელსაც უძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატონელა შეჯიქია და მე სოფია ხუციშვილი. თავიდანვე გეტყვით, რაც შეგიძლიათ ჩვენი გადაცემები ნახოთ, ეს მათთვის ვინც პირველად გვისმენს. ჩვენი ყველა გადაცემა ნახეთ და არ არის ცოტა, 100-ზე მეტია. რაც შეეხება YouTube-ს, უბრალოდ ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი ნებისმიერი ფონდით და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე. ასევე ჩვენს ოფიციალურ ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook-ზე რადიო ათინათი და თავისთავად ლაივ რეჟიმში 105.9 FM ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე და ასევე ჩვენი ლაივ სტრიმის მეშვეობით რადიო ათინათი.lg. ჯირობუას გიზალენთ, ონჯუაჯ გირობუაშ, მოგესალმებით ბატონლაშა მუჭოზოჯუთ. ონჯუაჯ გირობუაშ თქვა მუწოზოჯუთ, მარდის მოგოშინანთ. გიროვორეთ, ქორსე მარდიანი დღალებ მიკიბლით ასიჩკი, თანაფა. ხო, ხარგელ დღალეფირთენები, მარდიან დღალეფირ და მოკლედ თაკ უხურგე დღარხვე მიყუდეს ბრელი მუდაკ მაკაინწყოდოთ ისენჩი ვეკმაჭიშეს მარა ვოჭიშო არზაშო მოკონა ხო და არზაშე მარას იფრეც ეჭიეთ ქუჭიშვათ კი იმიტომ რომ ერთი ხუთშაბათია ამ კვირაში და აღარ გამოგდის მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ყველა დღესასწაული აღნიშნოთ თუ იმავე რიცხვში არა მაგრამ აი იმ უახლოეს დღეებში მაინც. ეხლა თემა რაზეც უნდა ვისაუბროთ, ნაწილობრივ ნათქვამი გვაქვს უკვე, მაგრამ აი ქრონოლოგიურად მივხვდით ბრწყინვალე შვიდეული. უამრავი დღესასწაული ამ ბრწყინვალე შვიდეულში ძალიან ძვირფასი დღეებია. რამოდენიმეზე გავკვრით ვისაუბრეთ, მაგრამ აი ქრონოლოგიურად მიყვება ეხლა ბატონლაშა და ისაუბრებს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია იცოდეს ყველამ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა და შინულობა უღათ ემარას. ამ ბრწყინვალე შვიდეულს ყოველი დღე რაღაცას ნიშნავს. კი ბატონო, კი ნამდვილად ასეა. და თემა გვაქვს გოფშა თანაფაჯო ხო ეს? გოფშა თანაფაჯო ხო ბრწყინვალე შვიდეულის მარას. გოფშა თანაფაჯო ზაგდას მარგალეფი ჯეშოდო თენ ასე ვაგმირნუა მოს უმენტაშო ახوارენათ ეს სიტყვას, მარა ჩქითეს ასე დუორთინუანთ. კი ბატონო, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ და თავიდანვე ვიტყვე იმას, რომ თქვათ შორის იმედ გაცრუებული ვარ ძალიან რაღაცნაირად მინდოდა მეთქვა ეს წინა გადაცემისასაც, მაგრამ ეხლა ვიტყვი ბატონლაშა, იმიტომ რომ აი დღესასწაული იყო და არ ვთქვი. აი რა ხო შეგუძლებია ქვია მაგას. საფლავებზე რო გავედით, იყო გავსებული. ქუჩაში ადამიანები არ იყო საფლავები გადავსებული. ხომ შეიძლება ესე შენს ოდაბადეშ, შენს სახლს, კერას, წინაპრების ეზოკარს მარტო წელიწადში ერთხელ არ მოხდა და სხვა დღესაც მოხდა. კი ბატონო, ეხლა წელს იყო ეს შესამჩნევი, განსაკუთრებით ხალხმრავლობა როგორც საფლავს ასევე ტაძრებში. ანუ აღდგომა ღამეს ტაძრებში ასეთი ხალხმრავალი დიდი ხანია მე არ მინახავს ბოლო წლების განმავლობაში და დიდება უფალს იმისთვის რომ ხალხი დაუბრუნდეს თავიანთ კერას, დაუბრუნდეს თავიანთ ასე რომ ვთქვათ ოხვამეს სალოცავს და მოკლედ ეს ძალიან კარგია რომ ეკლესიისკენ მიბრუნდეს ხალხი რომ ეს თავისთავად მეტ წმენას შემატებს და მეტ მაც ჩვენ ცხოვრებას. ძალიან ბევრი rilsi ვნახე, ვიდეო ვნახე, ფოტოები ვნახე საკუთარი ოდაბადედან ეზოდან იღებდნენ და ძალიან მაგარია ეს სიმღერები დაადეს და მთელი თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ტენდენცია დაიწყო ისე რომ უკვე პატარა ის თანხები ინვესტიციის განხორციელებას კეთებენ უკვე რო თავიანთ სოფლებში გააკეთონ პატარა რაღაცა საოჯახო სასტუმროები რაღაცა ეს ძალიან კარგი ტენდენციაა თუმცა სამწუხაროდ ჯერ კიდევ გადავჭრე პრობლემა რჩება ეს დაცარელებული სოფლები მაგრამ ხო ახლა სხვა თემაზე გადავედი მაგრამ უბრალოდ ეს ამან გვანახა რომ რაღაცა უკვე პატარა კაპიტალი რო გაუშვდა ადამიანს თავისთავად ის უკვე თავის ფუძეს რო დაუბრუნდეს ეს ამის ტენდენცია შეიშვება თუმცა ეს მაინც ასე რომ ვთქვა სპონტანურად ხდება და ამას არ აქვს მასობრივი ხასიათი თუმცა ტენდენცია იკვეთება ხო მაინც აი კარგია სხვა წლებთან შედარებით მაინც რაღაცნაირად სხვანაირად შგურქმაუ პირადად სხვანაირად ძალიან მესიამონა და გამიხარდა მაგრამ ამავდროულად გაურება მქონდა დამწყდა გული ხომ შეგუძლებია კი რა თქმა უნდა კი
გისმენთ ბატონოში. კი ბატონო, მოკლედ თქვენის ნებართვით დღეს ვისაუბროთ ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე, რომელსაც მეგრელები გოფშა თანაფას უწოდებენ. მარგალერო ქობთქუანთეს ამ დღაჩქინ რადიო გინო ჩამას კიფჩიებუთ დიდო ჭიჭე თანაფაშ ოშკაშე მარაშე ნამუსუთ მარგალებ გოფშა თანაფას უძახუთ. გოფშა თანაფაშ მარაშ ხოდოშხვა რიტუალე ფრეთხილერი ნამუშეთ ჩქი თაკ თუდო კიფჩიებუთ კანგანეშე უკეჩქი ნარაგათხოლი მაფნა ზოხო რადიო გინო ჩამოევს, მარა ათაკ მუჭო მეურთენებენ დინა ართიანის გებენჯეონ თინას ხოლო ქობშინანთ. კერძოდ თანაფაშ მასმა დღას ახალ მარაშ თახაშხას ოფუტე ჯიხაშკარც აკან მის სარონკანც ინწყუაფუთ ჯარალუა ხატობა ჯვარი შოხვამე რიტუალ ნამუსუჯოხო ქეჯვარობა ათემ დღას ჯეშო ზარანდიეფი შვენგელიეფი და ჩარგაზიეფი თურიშ კათა საწრით მიშეს ჯეგემისერიანი შოხვამეშა ასე ხვალე შენგელიებ და ზარანდიეფ ოხონა თერიტუალს ლეგენდა გინოფჩანა ნამოდა ჩხოროშ 4 წანას ეჯდო ხუთ შენგელია და ზარანდიაშ თურიშ კოჩებ ართიან ჯიმალობა ქიმიოფუჩეს თე ჟირ თურიშკას ვაშინერ და ართიანი ჩილდო ხომონჯო გინორთა დადო ჯიმაცალებს ოკორდესკო ათე თურიში ცირებდო ბოშე ართიან წკუმა ათე ჟირ თურიში კათა ართიანს ქალაფუჩეს ნამოდა ირწანა წირდე ჯეგეშო ხვამეშა საჭირო ღეჯის ქიმიუნანდესონ ათე ეჯდო ხუთ კოჩიშ გამნარშე ამ დღა კიდოსკით ეჯდო ჟერკ ათე ეჯდო ჟერ კოჩიშ გამნარყიშ კათა თითო წანას ქიგიურნუანს კაბელ ღეჯის დო მანწყონს ტაბაკეს ოხვამეს ქიგედირთუ ჟირ მახვამერ არც შენგელია დო მაჟა ზარანდია შენგელიებ ზარანდიებშა მეულა ოხვამუშა დო ზარანდიებ შენგელიებშა ალაჯუმნა სანთელებ დო ჩინჩ ფარა ღეჯის ხორციში არც სუმანს ოხვამეს თეკ არდგილს დო ხაშუნა დოსკრიადირ ხორცის ეჯდო ჟირ სუმანო გორთუნა დო თითო გამნარყის თითოს ქიმეჩანა თინებ მუნეფიშ გამნარყიშ ფანიებს გურთუნა დო თაშ მეჩქნირე მუჭოთ ჯეგე მისარონიშ რიტუალს ჯგირო იძირე წირდე ჯეგეშ კულტიშ სეფუა ატიშ მეჩამა გამოკუთ ქრისტიანობა შახიან უჯვეშაშ მართა ღორონთ მითრა გოთირო ათე მირსაშ დღახუ ინწყუაფუთ კაბედ პიჩვანში ეჯდო 4 დღათ ადრე მარა უკულ ნაგვიანა ბორჯის გინულ თანაფაშ უკულიან ახალ მარაშ თახაშხაშა და ცაშხაშა კერძო თახაშხას ინწყუაფუთ უდეშ გიმოწიმინდუაშ რიტუალ ნამუსუ ჯოხოთ გოხარჭალაფა შურუბუმობა ათემ დღას სპეციალურო გაშაგორუნდეს მეშურუბუმეს შურუქალ ცირასკუას ნამუც ოხლენ სერს ოსერშეშ უკულ ქიდიჭყანთ მონტყორი შუალას და ხონარს ვეკიღანთ შურს მიხირთ შურუბუმო გინერთუთ ცაშხა ბედნერს იალიონშა გოთანა ბორჯის ფანიაშ მაკათურებს ქიმიოტყობან და მონტყორი ძაფის უჩხის ქუმსკუან და ჩუან და ტაშტებს ქუთუჭყანთ მუდგაინიშ თეშგეშ კუმალას მანგარ ხონარ უღუტკონ ახალ გიშაკურცხინაფილ ფანიაშ მაკათურებ ქუგუცენდეს მეშურუბუმეს და ციცალა აფით ქესადებდეს ხონარ გეკაღალაფესკონ თინახოლე ოშინერე ნამოდა ათე დიდ თანაფა და ჭიჭე თანაფაშკას ცაშხას დღას უძახნა ცაშხა დიდის ცაშხა ბედნერს ცაშხა დიდებუც აჯამურ კალენდარიდი კოროცხუ ვენერაშ ოფაშ და ოროფაშ დღარხუ ნაგვიანა ბორჯის ნებუაშ მარაშ ცაშხა ჯინჯი რიტუალემ გინილ ათე ცაშხა ბედნერშა კაბეთ თანაფაი წორს თომაშ ჟაშხას მარგალებ უძახნა შვადოშვა ჯოხონას ჭიჭე თანაფა მერკე თანაფა და ოსურეფიშ თანაფა მინ ათემ დღას უფალ თანაფად ხოლო მიშინას მარა უფალ თანაფა კაბე თანაფად ღარხურე ათე ჭიჭე თანაფა კინთინე ოსურეფიშ თანაფად წკუმა ჩვეშო ბრე რიტუალებ დ მერცხილი სოდეთ იძირე ქრისტიანობა წოხლეიან რიტუალებ ნამუქ ნაგვიანა ბორჯის ქრისტიანულ ღარხურებს კაკათუ და ახალ ვარიაცია ქიმიბრით მუჭო თაშინ თანაფაშ ღარხუ ჩვეშო ხვადუთ გუშულირს გაბზარხუს გოფშა თუთაშ ბორჯის ჩვეშ კოლხეთის თანაფაშ რიტუალ მერცხილდუ თუთაშ კულტი წკუმა თანაფა გოთანაფა შანულენ ახალ დღაშ დაჭყაფუს ქრისტიანულ გაგებად ქირსეშ ოღურეშე ედგინა კოშიშ ერჩქინუს ქიმია ჯალობაკ და შურის ჩხონაფაკ და თენახოლიო თანაფარე ოსურეფიშ თანაფა წოხლეიან დღას გაშაგორუნდეს პატი გედვალი არტ ოსურ ადამიანს ნამუნ თესერს ოხვამეს ნაგვენა ბორჯის მუშ უდეს ზოხო მულარნაც გათანუან სერს და ქირსეშ დიდას უამად ქოთხინთ ოფუტეშ მაკათურეფიშ თხილუას ირფელ უბადაშე გინოტებას და ოსურ ადამიანეფიშ ოფაშ მარდიშ გინოჩამას მაშათხას იალონშა ახალ ნაჭკვარეფი და ჭითა ღაფელ კვერცხეფი ოფუტეშ მახორუ არზა ხანიშ ოსურ ადამიანებ უხვამეშა ქიმიშეს ხვამადო წირუაში კულ ოფუტეს კაბეთ მინდორ დიშაყაროდეს თაქ დიჭყაფუთ ძიცალა აბდო სხაპოა ათენ დღას უგმურ ტრადიცია უჩქუდეს ნამუსუ ჯოხოთ მოჭყუდოშ ბურთიშ გინოოთამა ვარდა ოთამა კერძოდ მუჟამით არძო კათა ოფუტეშ მოედან დიშაყაროდესუნ თაქ ქიმიუნანდეს კაბეთ და ჭიჭე თანაფეფიშ კას არცაშუმოს ბოლოს მოუნაფილ მოჭყუდოს ნამუსუთ გაგმანწყონდეს ქვამას მოჭყუდოს ჭიჭე ემაღალია კანს გიგიორნუანდეს და ხეს კიდაკუნუანდეს ვარჩხილის ფარეფი დაკოკერი ბურთის ოჭერთინაფილა ათე ბურთის მოჭყუდ გეჭოფუნდუ და უკახლე გეგნაათანთ მიდგავართუ ოთე ჭოფუნდუნ თინა თიმწანას მანგარ იღბალუანო იკოროცხუთ მუშენთა კათაშ მერჩქინა თეწანა თიშ ბედნერება და წიმოძინა წანა იუაფუთ ცერემონიალი შთებაში უკულ ოსურ ადამიანებს ზოხო მუნეფიშ გმონწყილ ტაბაგის ქოდოზოჯუდეს და ჯგირო ქართუავდეს თიმ დღას სამარგალოს ხოლ არ ტრადიცია რთხილერ ოსურეფიშ თანაფაშო სპეციალურ ჭითაღმის ჩუანდეს და ყალე ათემ დღას ონჭყანდეს გიოხე მუჭოთ ათე დღარხუს ბრელ ჯვეშ აჯამურ ბორჯის ნოსკლედებ რთხილერ ენაჩქინ მერჩქინათრე ოფაშ ოფიერებაშ ღორონთიშ მათხილე დიდი
ჭიდაშ პაცემათ მონწყილი რიტუალი. ოსურეფიშ თამაფაშ უკულიან თუთაშხას მარგალებ ნამუსო თუთაშხა ბედნერს უზახუდესენ ინწყუაფოთ ხოლე ართ რიტუა. ნამუთ ფაქტიურორე გოფშა მარაი ზარება გინოზარება. თუ ახალ თუთაი ციკლის დაჭყაფუშ ხვამუა. ინწყუაფოთ თუთა ღორონთიშ ხვამა. ფეშჯოხოთ ოთუთაშხურე. თუთაშხა გითოხვამა. ოთხაშურ იხამალდეს ფანიას თელწანას ბედნერება და ოფა ქიმეჩუკონ თიშენ ათემ თხას ხოლე ინწყუაფუდ ორიტუალე ხოზო კვარიშ ჭკომუა შაშ ხაშილ ყვალამ კვარიშ ხაშუა და ჭკომუა ნამუთ ხოლო თუთაშ პატიშ მეჩამაი სიმბოლურ აქტირტუ კი ბატონო ძალიან საინტერესო და მოკლედ სულ რაღაცა დღესასწაული იყო სამეგრელოში ირო კვარებს ჭუნდეს ირო ლიაგვანს ომჭყანდეს ირო მუდგარენს ვილუნდეს ამან გადაგვარჩინა ჩვენ სხვათა შორის ამ სიცოცხლის სიყვარულმა გადაგვარჩინა ცოტა სიზარმაცემ ცოტა აი ეს და იმან დარდიმანდობა ცოტა არა ჯანსაღი საკვები ბატონო საკვებს გასტრონომიას არ ვაქცევთ კაცო ყურადღებას ხო მაგრამ აი მოკლედ ამ ყველაფერმა ერთად კომპლექსურად მაინც ჩვენი ხასიათი შეინარჩუნა და ჩვენს აი როგორც ეთნოსი ეთნოფსიქიკა გადაარჩინა კი ბატონო იმილი მომგვარა ამ ყველაფერმა კი ნამდვილად შევხედავთ იმისა რომ ძალიან ისეთი თემა არის მაგრამ აი სმაჭამის ხასიათზე სულ ვიყავით კი თეთრ კარგი ჯგირდოსკომ ისე კი არის იქ ქარს გაუბრაზდებოდა წაიღებდა ხონჩას გამოძღებოდა კარგად წარმოიდგეთ ხა აი თქვათ ხა აი მომთაბარე ხალხისთვის ეს როგორი წარმოუდგენელია ვინც მომთაბარე დადიოდა სხვის ტერიტორიებს იპყრობდა და ის ჩვენ ხო ავტოქთონები ვარ და აქ ვიყავით დამკვიდრებული ჩვენი ასეთი მდიდარი ტრადიციები და ფაქტიურად ჩვენ არ ვიყავით სხვისი ტერიტორიის დამპრობლები ჩვენი ტრადიციები ჩვენი კულტურა ჰქონდათ ხო და აი ამით ხავრობდი და ამით სიაოვნები და არ ფიქრობდით იმაზე რომ ვიღაცისთვის წაგვერთმია ეს მიწები და მოკლედ დაგვეპყროდა სხვა შეგვიწროებინა და ამან ჩამოყალიბა ჩვენი ერის ხასიათი. და კარგია, სულაც არ არის ცუდი. რაღაცები კი გვახასიათებს გადამლაშებული, მაგრამ ამაზე მერე. ხო, ეს მერე მოხდა სხვათა შორის ბევრი რაღაცის გადამლაშება, გამომდინარე იქიდან რომ როდესაც უკვე კონსერვაცია მოხდა, ეს კონსერვაციას ახასიათებს, ანუ თუ განახლება არ მოხდა მუდმივად ამ რიტუალების, ეს თავისთავად მერე რაღაცა შეიძლება ცოტა ისეთი არასასურველი ფორმა მიიღოს და გაფანატება. კი, ზომიერება ყოველთვის. კი ბატონო. არც კარგი ვარგა როგორ არ ვიტყვიან, დამწარი არ უნდა იყოს, თორე გადმოგაფურთხებენ, არც ტკბილი თორე გადაყლაპავ. ნურს გაფრინდები, ნურს მოფრინდები. აი ესეთი ამბავი. ოქროშვალედი კი ბატონო. კი ბატონო. მეგრულად გვალეჯგირო თენა მარგალო რომ ასე ქართული ვერსია აუცილებელია მოსაჭირნა. ნამდვილო, ეხა ქართულად მოგახსენებთ, დღეს საუბარი გვაქვს წყინვალეში დევლის კვირაზე, რომელსაც მეგრელები გოფშა თანაფას, ანუ სიტყვის სავსე აღდგომას ნიშნავს. ამ კვირას არაერთი სადღესასწაულო რიტუალი იმართება, სავსეა სხვადასხვა საზეიმო დღეობებით, რომელთაც ძირითად ნაწილს აქვე შევეხებით, თუმცა ჩვენ სხვა რადიო გადაცემებში გვქონდა საუბარი მათზე, თუმცა აი ქრონოლოგიურად როგორ მიყვება, ამაზე ვისაუბრებ. აღდგომის მესამე დღეს, ახალი კვირის სამშაბათს, სოფელ ჯიხაშკარში, მისარონკარში იმართება ხატობა, ჯვარსალოცავი ქეჯვარობა, სადაც ძველად სალოცავად მოდიოდნენ ზარანდიები, შენგელიები და ჩარგაზიები. ამჟამად მხოლოდ შენგელიები და ზარანდიები. ლეგენდის თანახმად 900 წელს 25-მა კაცმა შენგელიამ და ზარანდიამ, თუმცა მე ამ ლეგენდის არ მჯერა სიმართლე გითხრათ. ცოტა მოგონილი ჩანს კი არა, ნაგვენა ბორჯიშ მონაგონრე. მე ვერ ვიტყვი მაგას ჩიხაშკარი ჩემი სოფელია. და მოკლედ ერთმანეთს შეფიცეს და ძმობა და ამორგვარ შორის ქორწინება დღემდე აკრძალულია და დასკვეს რომ ყოველწლიურად წმინდა გიორგისთვის ღორი შეეწირათ. ამჟამად 25-დან დარჩა 22 შტო და ამ 22 კაცის თამამებლებიდან ყოველწელს თითო შტო აყენებს დიდ ღორს და შლის სუფრას. იქვე მდგარ სამლოცველში კი დგება ორი მნათე, მახვამერი, შენგელია და ზარანდია. შენგელიები ზარანდიებთან მიდიან სალოცავად, ზარანდიები პირიქით შენგელიებთან და თან მიაქვს სანთლები და ხურდა ფული. ღორის ხორცის ნაწილს იქვე ადგილზე ხარშავენ, მეორე ნაწილს კი 22 თანაბარ ნაწილად ჭრიან და თითო ნაწილს თითო შტოს ყველა ოჯახს უნაწილებენ. მესნიერთა აზრით ჯეგა მესარიონის რიტუალში კარგად ჩანს წმინდა გიორგის კულტისადმი თაყვანიცემა, რომელმაც ქრისტიანობის წინამორბედი წარმართაებათა შორის უპირველესი ღვთაება მითრა ჩაანაცვლა. მირსას სახელობის დღეს, რომელიც ზოგადად აღინიშნებოდა დიდ მარხვამდე 24 დღით ადრე, მაგრამ მერენ უფრო გვიანდელ პერიოდში ეს უკვე ხდება ნააღდგომებს. ახალი კვირის სამშაბათს ან ხუთშაბათს და ამიტომაც აქ კიდევ მასთან დაკავშირებული კიდევ რამოდენიმე რიტუალი ხდება. კიდევ ერთ რიტუალზე გვინდა ვისაუბროთ, ეს არის სახლის გაწმენდის რიტუალი, რომელსაც ერქვა გოხარჭალაფა, შურუბუმობა. ამ დღეს საგანგებოდ ირჩევდნენ მეშურუბუმეს, დუმლის შემნახველ ქალწულს, რომელიც წინა ღამეს ნავახშმებს თითის ტარზე მატყლის დართვას იწყებდა. ესე ძალიან ნიშანდობლივია, რომ აი თითის ტარზე და მატყლის დართვა ეს რიტუალის და მუნჯდებოდა. შურუბუმობას იწყებდა. ხუთშაბათს საშხა ბედნერს გამთნისას იგი ოჯახის წევრებს ფეხზე მალულად შეაბამდა მატყლის ძაბს და ქვაბსა და ტაშტებს აუტეხდა რახაროს. გამოღვიძებული თვითონ ოჯახის წევრები, სახლეულ
სხეული შემოეხოვდა მეშურბუმეს და ციცი ხახარი ცლობდა ხმა ამაღლებინათ მისთვის. ამაზე ჩვენ მქონდა საუბარი და ამიტომაც ახლა დეტალებში კი მთელი გადაცემა და ამაზე დეტალურად ახლა არ შევჩერდები. უკლედ ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად აღდგომასა და კვირაცხოვლობას შორის ეწოდებოდა ცაშხა დიდი, ცაშხა ბედნერი, ცაშხა დიდებული. წარმართული კალენდრით ითვლება ვენერას სიყვარულისა და ნაყოფიერების დღედ, მაგრამ ესეც აღსანიშნავია, რომ ნებისკვირის დიდი ხუთშაბათის რიტუალები მოგვიანო პერიოდში გადმოვიდა ამ ცაშხა დიდი დღეს. ანუ იგივე გოგრის დათესვა, იგივე ცაშხა ოხვამური და ესენი. ანუ თუკი ცაშხა ჯინჯს ეწყობოდა, ახლა უკვე აი ამ ცაშხა ბედნერისკენ ინაცვლებს მე მოგვიანო პერიოდში. თომას კვირის კვირაცხოვლობის აღნიშნულად მეგროში დასტურდება ჭიჭე თანაფა, ეს ზედმიწევით პატარა აღდგომა, მერკე თანაფა და ასევე ოსურეფის თანაფა. ზოგი ამ დღეს უფალ თანაფას სახელთაც მოიხსენიებს, მაგრამ უფალ თანაფა ჩვენი დაკვირვებით უფრო ანუ დიდ აღდგომას, ანუ ასე რომ ვთქვათ, აღდგომა დღეს და რა ამ ჭიჭე თანაფას შესატყვისება. ზოგადად თანაფა აღდგომასთან და ოსურეფის თანაფასთან, ანუ პატარა ჭიჭე თანაფასთან დაკავშირებით ძველ სამეფოში არაერთი რიტუალი იყო დაცული, სადაც ჩანს წინარე ქრისტიანული ტრადიციები, რომელიც მოგვიანებით ქრისტიანობის დიდ საუფლო დღესასწაულს შეერწყა და ახალი სახე ვარიაციით დამკვიდრდა. თანაფას დღესასწაული ხდებოდა გაზაფხულს, თვარის გავსების დღეს და თანაფას დღესასწაული ძველ კოლხეთში უკავშირდებოდა მთვარის კულს. თანაფა თენება, გათენება გულისხმობს ახალი დღის დასაწყისს. ქრისტიანული გაგებით კი მაცხოვრის აღდგომით კაცობრიობას მიეცა განახლების საშუალება. ოსურეფის თანაფა ეწყობოდა აღდგომის მოკლედ დიდი საუფლო დღესასწაულის მომდევნო კვირას, როგორც აღნიშნეთ, კვირაცხოვლობას და სამეგრელოში დაცული ტრადიციის მიხედვით დღესასწაულის წინა დღეს ამოიჩევდნენ საზოგადოებაში დაფასებულ ასაკოვან ქალბატონს, რომელიც მთელ ღამეს მახლობლად მდებარე სამლოცველოში გაათენებდა. გვიან პერიოდში საკუთარ სახლში ცალკე ოთახში დარჩებოდა და ლოცვით დედაღვთისმშობელს სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობას და უბედურებისგან განრიდებასთან ერთად ქალების ნაყოფიერებას, ასულების გათხოვებასა და მფარველობას შესთხოვდა. მეორე დღეს დილაადრიან ახალგამომწყარი კვერები და წითად შეღებილი კვერცხებით სოფლის მწვავანი ქალბატონები და ქალიშვილები ეკლესიასთან გამოვიდოდნენ. დილის ლოცვისა და საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სოფლის მოედანზე იმართებოდა ცეკვა თამაშოები, სადაც გასათხოვარი ქალიშვილები მოკლედ მინდვრის ყვავილები და ლამაზად მოირთვებოდნენ და ძალიან ლამაზ ელფერსენენ ამ დღესასწაულს. ამ დღეს განუყოფელი ტრადიცია იყო შემდეგი რიტუალი, რომელსაც მოჭყუდუშ ბურთის ოთამას, ატასტრის ბურთის გადაგდებას უწოდებდნენ. კერძოდ, ხალხი გასართობას სოფლის მოედანზე შეკრიბებოდა, სადაც ორ აღდგომას შორის ყველაზე ბოლოს დაოჯახებულ პატარძას საგანგებოდ საზეიმოდ მორთავდნენ, პატარძას შემაღლებულ ადგილას აიყვანდნენ და ხელში ვესხის ფულების შემოკრულ პატარა ბურთს დააკავებდნენ. ზურგშექცეულ პატარძას ეს ბურთი იქ შეკრებილი ხალხის მიმართულებით უნდა გადაეგდო. ვინც ამ ბურთს დაიჭერდა, მას ფულით დაასაჩუქრებდნენ და მიიჩნეოდა, რომ ის ამ წელს ძალიან ბედნიერი და წარმატებული იქნებოდა. ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ქალები სპეციალურად მხოლოდ მანდილოსნებისთვის გამართულ საზეიმო სუფრას შემოუხსნებოდნენ და წითელ ღვინოს დალებდნენ, რომელიც საგანგებოდ ქალებისთვის იყო დამზადებული. მას ოსურეფის ღვინოს, ანუ ქალების ღვინოს უწოდებდნენ და დაბალი სპირტიანობით გამოირჩეოდა. კვირაცხოვლობის მეორე დღეს, ორშაბათს, რომელსაც მეგრელები თუთაშხა ბედინერს, სიტყვასობით ბედნიერ ორშაბათს უწოდებდნენ, ეწყობოდა რიტუალი, რომელიც თავისი არსით წკინვალე შვიდეულთან გამოთხოვება, გაცილება იყო. ამასთან მთვარის ახალი ციკლის დაწყება აღინიშნებოდა. სრულდებოდა მთვარის დღესათვის მეცნული ლოცვა, ოთუთაშხურე ხვამა, ოთუთაშხურე, თუთაშხა გითოხვამა, ოთხაშური, რათა ოჯახს მთელი წლის მანძილზე ბედნიერება და ნაყოფიერება ქონოდა. ამავე დღეს ემთხვევა ეგრეთ წოდებული სარიტუალო ხოსო კვარის ჭკომოა. ძეში მოხარშული ყველიანი კვერების მირთვა, რაც ასევე სიმბოლური აქტი იყო. მოკლედ ასეთი ამბები, ესეც ძალიან საინტერესო გადაცემა. კიდევ ერთი, ძალიან ბევრმა იცოდა ზოგადად სხვადასხვა დღის მნიშვნელობა, მაგრამ აი ეს ერთიანად თანმიმდევრულად გოფშა მარაშ ამბე ბრელს ვაუჩქო. კი ბატონო. მეც მგონია რომ რაღაცები ვიცი. სამეგრელოს ეთნოგრაფიაზე, ისტორიაზე, რიტუალებზე, ტრადიციებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ამ სახელწოდებით და ასე გაერთიანებულად პირველად მოვისმინე სიმართლე კითხრა და საჭიროა იცოდეს უნდა ადამიანმა. კი, ფაქტიურად გამეორება ცოდნის დედაა, რაც გავიმეორეთ ისიც რომ კონტექსტში კარგად იყოს გააზრებული, კარგად გამოვა. და კიდე ბოლოსკენ ვიტყოდი რომ აი ეს ერთიანი და ასე ერთსულოვანი და როგორ გითხრათ, ბევრი ერთად შეყრილი ოდაბადეში და წინაპრების სამოსახლოში მართლა ძალიან სასიამოვნო სანახავია და ვისურვებდი რომ მარტო აღდგომაზე არ კეთდებოდეს და არ ხდებოდეს მსგავსი რა. მოკლედ, ეხლა წესით რა უნდა იყოს ბატონო? წესით ეხა უკვე ძალიან ბევრი რიტუალებია, საერთოდ როგორც ჩვენთან გაზაფხულზე ეწყობოდა არაერთი რიტუალი. და ძალიან დახუნძულია აი ზებერდობა ეწყობოდა, მეთოდზეთან ლოცვა, ჯგერაგუნობა ეწყობოდა, ანუ მეფუტკრეებზე. ანუ მეფუტკრეების, ანუ ჯგერაგუნას ლოცვა ეწყობოდა აღდგომიდან მე-40 დღეს ამაღლებისას. და რომელსაც ვარჩევთ ნებისმიერ თემას. თქვენ რომელსაც იტყვით ერთი მეორეზე უფრო საინტერესოა, რომელიც ჩვენ ხო კალენდრულად მივყვებით და მაშინ რომელიც უფრო ადრეა, რომელსაც ზებერდობაზე დავიწყე. ამაზე იყოს, კი ბატონო. იმიტომ რომ მაისში
წლებში თევზაობა და ეხა უკვე იწყება მეთევზეების დალოცვა და მოკლედ რა რიტუალებია ამაზე ვისაუბრთ. საოცარია ხალხს, ალბათ უსმენთ და გესმის და მოგისმენიათ ეს გადაცემები. ყველაფერს რო თავისი ღმერთი ყავდა, ყველაფერზე რომ ცალკე ლოცულობდნენ ამ წლების და საუკუნეების წინ და შედეგიც რო გქონდათ, ეგ არის ყველაზე გასაკვირი, ასე არ არის. როცა რწმენა გაქვს, როცა გჯერა ღთის, მაშინ ბუნებრივია მადლიც გაქვს. ცხადია. და ესეც საინტერესო გადაცემები გელოდებათ, დავასრულეთ ასეთ კარგ ნოტაზე ჩვენ დღევანდელი გადაცემა და ამით დავასრულეთ ძვირფასი დღესასწაული და ყოველს მინდა რომ ძალიან ბედნიერი და ბევრი კარგი დღე გაგვიცენდეს ერთად. ასეთი იყო ჩვენი გადაცემა. გმადლობთ ბატონაშა საინტერესო გადაცემებისთვის, მადლობა თქვენ რომ გვისმენთ და ხართ ჩვენთან ერთად. ყველაზე დიდი მოტივატორები ხართ თქვენ ჩვენ ერთგულმსმენელო და მადლობა ყველას, ვისაც წვლილი მიუძღვის გადაცემის შექმნაში. გადაცემა ორ ენაზე მეგრულად და ქართულად უძღვებით ორნი ისტორიკოს-კვლევარი ბატონ ლაშაჯიქია და მე სოფიო ხოსიშვილი. და ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე radio.net.gi, Facebook-ზე radio.net და YouTube-ზე. ჩაწერეთ ოდაბადეს კინოხონი და ყველა გადაცემას ნახავთ იქვე. ხუთშაბათი 18:18-ზე ლაივ რეჟიმში 105-სა და 9-ზე ოდაბადეს კინოხონის დროა ჯგირო ზოჯუნდათ. მეც საქმე დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა, ჯგირო ზოჯუნდათ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე 10 ათის ეთერში.